რევო ზინანიშვილის ძალიან მაგრად გამიხარდა რომ გამახსენდა ეგ რო წავიკითხე აი ესე მივლიდა ჟრუანტელი და ეს ერეკლე მეფე და ანანურელი შეუხედავები. რა ვიცი მაყურებელს ურჩევ თუ დრო ექნება წაიკითხონ აი საოცარი რაღაცაა ლადო არ გახსოვს? არა. აი წაიკითხე აუცილებლად. იგი თუშმე ხარს და უყურო და ეს და წავიკითხე. უნდა წაიკითხე. ანანურელი უგლამაზოები. აი ძალიან მაგარია და გუშინ ვფიქრობ რა მაგარია რომ მივდივართ ლადოსთან ეგ რო თქვენთან რო არ წამოსულიყავით იმას აღარ წავიკითხავდი მე რა. და ბლოგი აქვს ამაზე რაღაც. ძალიან ის არის ხა მე მახსოვს რომ აი რეზო ინანიშვილის ჩემი საყვარელი მწერალი არის და ნუ მახსოვს რომ ბატონო რეზოს რაღაცა მოთხრობიც ესეც დედის ხმით ჩამესმის დღემდე იმიტომ რომ სულ დედა გვიკითხავდა ხოლმე უკუღმა დაჭერილი კიტრის ქურდი რომელიც არის ნუ ჩემთვის საყვარელია ჩემთვის სპექტაკლშიც არის მონაწილე. აი ბოლო ფრაზაზე სულ ისე ვერ ვკითხულობ ამიტომ ვერ იდები ხოლმე მე ბევრი წლის მერე უკვე წავიკითხე სიკვდილის ბოლოსკენ აქვს უკვე დაწერილი მამის გახსენება რა მამის ხო გადაასახლეს და აღარ დაბრუნდა და ვის არის რა ქვია მიდის ესე რომ მაგას სხვათა შორის ხო იხსენებენ რომ ეგ ხო რო ასახლებდნენ მაინც საქართველოში ჟონავდა ინფორმაცია რომ რომელ საათზე წაიყვან და წაიყვანენ ესე რომ შეხედონ და ეს მამა იყო კოლმეურნეობის ერთ-ერთი ამწევი ძალა აქ და ძალიან ისეთი და უკვე ისეა ნაწამები და ის რომ ეს ვერ იცნობს და თლაც სახში ითმე და ფრაზა არის როგორ ხედავს ბოლოს რომ წავიდა იქ მაღლა შეერია ცასო და ნუ ეხლა ეგ ისეთი ის არის რომ ხო ანუ მაგარი მწერლები ჩვენ ძალიან ბევრი გვყავს რა და ეხლა ჩემთვის რასაც მე ბევრნი არიან და ძალიან მაგრა წერენ მაგრამ აი პროზაში რეზო ინანიშვილი ჩემთვის პელეა ხო